დავაგრძელოთ. კითხვა 28. მაქსიმეს პასუხი. მოხდება ისე, რომ სულს, რომელმაც მუცლად მიიღო სიტყვა მოძღვრება და წესჩვევითად მისცა დასახულობა სათნოების თესლს. თუკი ცდუნება მოხდება სულისა, რომელმაც თუმცა მიიღო სიტყვა მოძღვრების თესლი, მაგრამ არ გამოუსახავს იგი წესჩვევითად და მოქმედებითად, ამის ჩამდენი ღირსი იქნება ეპიტემიისა. ეპიტიმიისა სიამოვნებაში. ოკეი, კაი ბატონო, კაი, ეგრე იყოს. ეპიტემიისა, ეს სასჯელისა, ეპიტემია. ტიმორო არის ჯი, ეპიტემია არის ზესჯელობის. აქაც ხადია, რომ სული, ანუ სულსხეული მიიღებს სიტყვას გარეგანი ზედმორტყმულობით, ჰეტეროგენურად. ჰეტეროგენულად ქვია, ესე იგი სხვა წარმომავლობით. ესე იგი არა შინაგანი შენი წარმომავლობა, ჰეტეროს. სხვა არა, განსხვავებული, მეორე. ანუ მოქმედებით. რომელმაც უნდა შეუთავსოს საკუთარი მოქმედებაც, რათა შეითვისოს, გაითავისოს საკუთარ მეორე ბუნებად იქციოს იგი, სიტყვა ენერგია. ზოგადად მაქსიმესეული ლოგოს სიტყვის მიმართება გრიგოლი პალამისეულ ენერგია მოქმედებასთან ბოლომდე გარკვეული არაა მეცნიერებში. მკვლევარებში უნდა იყოს. თორემ მეცნიერება სხვა არის, მკვლევარი სხვა არის, ამაზე ხო იჭხუბეს. ამიგზალა ერთმა თავის სახელის ხსენება ვერ ვამბობ, მაგრამ ხო შეკამათდნენ არის თუ არა მეცნიერება, ღვთისმეტყველება. ამდენად უნდა იყოს მკვლევარებში. შეცვალოთ? თუ მეცნიერებში. როგორ გავაკეთოთ? ეპისტიმი. პრეზიდენტები ამბობენ სტოხასტეს მოაზროვნეები და ეპისტიმონეს. მეცნიერებს ამბობენ, ხო? არის თუ არა თეოლოგია, ეპისტიმია და იჭხუბეს მაგაზე. არა მკვლევარებს შორის. აჰა. გარკვეული არა, პრობლემებს შორის. ზოგი მათ დადებითად აკავშირებს, ზოგი პირიქით პალამას ამუნათებენ მაქსიმეს ზოგნიმაში. მაქსიმეს ლოგოსის ვერ არ მიყოლისათვის. კაი ზოგნი. ზოგნი, გოგო, ზოგნონა, ზოგნი. ოკეი, კაი აღარ გავაკეთებ. პირიქით მოკეთ ვერ გაიგო რა პალამამო, ანუ დიიკიდა. ზევოთ ნაჩვენებია, კითხვა პირველ ერთ შუჩი, რომ ჭელიძეს ქართული ენის კარნახით, მიიდრეკა სიტყვა ჩათესვა, ჩაენაცვლები და გაღვრით. საქმე ისაა, რომ ლოგოს ენერგიის სიტყვა მოქმედების მიმართება თითქოს არ ეკლილია ჩათესვა გაღრვაზე. ლოგოსი როგორც რამ კონკრეტული, რამ ენერგიული კვანძი, აზრობრივი შეკრულება, აზრნასკვი, აზრნებელობა, კვანტური ნაწილაკივითაა, ხოლო ენერგია უფრო კვანტალღაა. ღმერთი გარე არ იღვრება უნებურად, არ მოქმედებს ნება აზრის გარეშე. მისი ენერგიის ყველა კვანძი, ყველა ტალღა უკვე განზრახვა, როგორც სიტყვა ჩანაფიქრი. უაზრო მოქმედება მიუსადაგებელია ღმერთისადმი. ამასთანავე კითხვა 36-ში სიტყვა სიმყარესა და გაღვრას შორის არის ერთგვარი დაპირისპირებულობა. მე მოდის ციტატა. ვინაიდან მცოდნეობითი წესჩვევა მასში ვნებასიტყვების გაღვრის შედეგად გაწყალდა, გამომდინარე იმ ურჩობიდან, რასაც ადგილი ჰქონდა, მოვიდა სიტყვა და ახუდგინა მიწას დასაბარმიერი სიმყარე. ესე იგი, აქ არის გაღვრა არის დიაჰისეუს, ხოლო სიმყარე არის, არ ვიცი როგორ იქნება ახლა. სტერესი ან სტერია ან რაღაც ეგეთი იქნება. სტერესი, ეპანაღონ. ხო. სიტყვას თან მოაქვს წესრიგი, სწორი განლაგება,
სტრუქტურა რა ვთქვათ რა. სიტყვასთან მოაქვს წესრიგის სწორი განლაგება და კვლავ შემტკიცება მორღოული, მოშლილი და დაღვრილი უსახურობა უფორმობის. შედარება ვიდრე თქვენში გამოისახებოდეს ქრისტე, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქვენ შორის, პავლე მოციქულის არის. ამას იგი აკეთებს იმით, რომ გახდა იგი თავისი ხორცის დამთესი, ეს უკვე მაქსიმია, შეშწირა თავის საკუთარი ხორცი ღმერთსა და მამას. ეს კითხვა მესამე. კითხვა მესამე. რაღაც რიცხვი აკლია მას. რა ვიცი, მესამე არ მგონია რომ იყოს. მაგრამ რაც არის, მე გავასწორებ. ან არ გავასწორებ. იგი საკუთარ ხორცს თესავს ადამიანობაში, საერთო ადამიანურ ბუნებაში ანაყოფიერებს მას და თავადვე უძღვის ამგვარად განაყოფიერებელ სულს უძღვნის ამგვარად განაყოფიერებელ სულს მამას. ცხადია რომ აქ კვლავ ევქარისტიულ ლიტურგიული ფონია. საღვთო სახლმშენებლობა, ანუ განგებულება, იკონომია ნიშნავს ოჯახგამგეობასაც რა. თლიანად თეორგიული მოქმედება, ანუ სიცოცხლეა, სადაც სინერგიული თანამოქმედებითი დიალექტიკა თესვასა და კულტურებას შორის მიწყი მარადი პროცესია შობა გამოსახვის, ანუ ახალი პიროვნების სიცოცხლის. აი ამას არ აკეთებდა ერთი შენ და კაი ბიჭი იქნებოდი რა. ისე არ უნდა იქნას გაგებული, რომ მაქსიმეს სტრუქტურირებული აქვს ლოგოსის ცნება. ის მას სხვადასხვა კონტექსტში განსხვავებული ელფერით იყენებს. თუ კი ერთგან ის თესლოვანი მონაცემია, სხვაგან ის უკვე შედეგია, ნაყოფ მონაცემია. თუმცა ეს არც არა გასაკვირი, რადგან ის ამ ცნებას საყოველთაოდ აღიარებული და გაგებული ადრესატისათვის ჩულ გაგების მნიშვნელობით იყენებს. მეორე მხრივ, მაქსიმესათვის დამახასიათებელია დიალექტიკური ნება გაგებათა ერთმანეთში გარდამავალ სინთეზური სპირალური ტრიალი. აი მაგალითად, კითხვა 166. სული, რომელიც ყრუა უფლის მცნებებისადი, იტანჯება მუნჯი ეშმაკის მიერ, მაგრამ ოდესაც კი ღვთის სიტყვა შედის მასში, მცნება და აღსრულების შედეგად, მაშინ არა მხოლოდ ესმის ამ სულს, არამედ მეტყველებს კიდეც იგი ღვთის ცოდნის მიერ. აქ ის შთაბეჭდილება რჩება, რომ სული ლოგოსის შესვლით მყისვე მოინაყოფებს გაგებას. მაგრამ თუ კი გათვალისწინებული იქნება, რომ აქ ასახულია მხოლოდ ერთი დიალექტიკური სვლა, ანუ ერთი რგოლი მარადად თუ გამოაკლებ ეს მარდად იყოს კარგი. ერთი რგოლი მარდად წინდა არის სპირალისა, მაშინ სხვა სურათი იხატება. პირველი, სული მოუმზადებელია. მეორე, ამის გამო მას ეპატრონება ცოდნის ვერ არტიკულირება ეშმაკი. მაგრამ სად იყო ეს ცოდნა სიტყვა, რომ ის გამოეთქვა ლოგოსურ არტიკულაციით დანაწერებულად იმეთყველოს ცოდნა. მესამე, ის იწყებს მოღვაწეობას, თვით კულტივირებას და ამით განემზადებას სიტყვა ლოგოსის მისაღებად. მაგრამ რატომ, რანაირად, ან რის საფუძველზე იწყებს მცნების შესრულებას, თუ ის ყრუა და არ იცის, ან მასში არის ნულოვანი ლოგოს ცოდნა, ნუ თუ შემთხვევითა დაიხბალზე, ეს დემოკრიტესავით ეს შემთხვევით შეირყა სამყარო და ისე გაკეთა, არ აბნეული იყო. ბერძნები რო ყველაფერი წესრიგში იყო, ყველაფერი კარგად იყო და მე უცებ შეირყა სამყარო და უცებ გაჩნდნენ ფორმები შემთხვევით. მომუშაკეში შედის ლოგოსი და სდევნის გაუგებრობა, ამღვრეულობა, ბუნდოვანებას ისე, რომ ამეთყოლებს მას. კი, მაგრამ გაგება ამეთყოლების ეს ერთობლიობა რანაირად აღსრულდება თუ არა სწორედ დანაწევრება არტიკულაციასთან ერთად ხდომისას წარმოიშობა გაგება, ანუ მეტყველების ანალის სინთეზია სწორად გაგების ფონი და აუცილებელი დიალექტიკური თანამდები. აი შემდეგივე ტექსტი თითქოს ამტკიცებს ამ ვარაუდს და შემდეგი ტექსტიც აი ეს ორმაგათმა გაკეთებული ერთი ედიშერის ტექსტი, კვლავ მეორე მთავარი არის ედიშერის ტექსტი. ჩემი ტექსტი არის უბრალოდ ასე ვთქვათ რაღაც ფერუმარილი. კოშკი აღნიშნავს სათნოებათა სრულქმნელობას შენებულ სოდნით. ამიტომ ის ვინც
მოღვაწეობით უვნებობის შემდეგ გამოიჩენს იმის შემძლეობას, რომ მოიპოვოს ბუნებითი, მჭერტველობითი და ღვთისმეტყველებითი გვარწესები, რომელთაგანაც განსრულდება სული ცოდნა, ამგვარი ვინმე განასრულებს კიდეც კოშკის მშენებლობას. ჩემი ცოდნა, ეხლა ჩემი დაღვარჭნილი. კოშკი ნიშნავს ცოდნასთან ერთად სიკვდილეთა მიერ აღსრულებულ სახლს შენებაც. ამრიგად, ვინც საქმისამებრის მიხედვით უვნებობა, ვისაც საქმისამებრი მიხედვით უვნებობა აქვს ზედნაშენად გამზადებულება ბუნებრივთა და თეორიულ მჭრეტველობითა და თეოლოგიურ ლოგოსთა შესამატებლად, რომელთა მიერ შედგინდება აეწყობა სრული ცოდნა, იგი შეაწყობს კოშკის ოჯახ ნაგებობას. ჭელიძის თარგმანის ამგვარი დაღვარჭნილი ტექსტის შევსების მიზანი დედნის ნიუანსური წვდომის სურვილია და მის ნიადაგზე ასოციაციური გაფართოება მისივე აღქმის. სიკველეები არეტი, სათნოება შეიძლება ითარგმნოს როგორც მოსაწონადი. სიკველეები ცოდნასთან ერთად აღსრულდება, რომელსაც საქმის მოღვაწეობის შესაბამისად აქვს მზაობა, ძალისხმევის შესაბამისად ვითარდება მზაობა და არა აუცილებლად მის შემდეგ, ის ერთობლივი პროცესია, რათა წარემატოს ბუნებით ხილულ სამყაროს ბუნებრივი უნარებით განხილვა, შესწავლა და მასში საღვთო განზრახვა ლოგოსის აღმოჩენა, ჭვრეტითი ხილულ ბუნებიდან უხილავზე ინტუიციური გადასვლა ხედვის უკვე საღვთო მადლის თუ გამოცხადებების ჰეტეროგენული ხელწაყვლით, რითაც ბუნებითი უნარი თავს იყრის და ახალ უნარად გარდაისახება და გარდამსახველობს და თეოლოგიურ ბუნება გამოცხადებითი ნაგუმანები ინტუიციური აღქმების ძალისხმევით და გადამუშავებით ლოგოსთა გაგებებს წაიმატებს უკვე ქონებულ ცოდნაზე. ადამიანი უკვე იბადება რამ შინაგანი ცოდნით, თანდაყოლილი ცოდნა უნარებითა და ცხოვრებისას მას კულტივირებს, წაამატებს წარემატება ზედნაშენი. ამასთან ჭელიძე სიტყვებს ეპიქტისინ და აპარტიზი გადმოსცემს როგორც მოპოვება და განსრულება შესაბამისად. ოღონდ შეიძლება ამ დედნისეულთად განსხვავებულ ნიუანსურად ქონებულს წამატებად და შეწყობად, შედგენა აწყობად გადმოტანა, რაც მოგწევდა იმას, რომ ადამიანი მიწყივ მიიმატებს ცოდნას და არა მხოლოდ ნულიდან იწყებს. კვლავ სპირალურ დიალექტიკური ასოციაცია. ასევე სიტყვა ქტიმა, ეპიქტისინ მართალია არის ქონება შენაძენი, მას აქვს ხმოვან ასოცირება სიტყვა ქტიზო, ვაგებ ვაშენებთან. ანუ იგი ისმის როგორც აშენებ შეძენა. აგაშენოს ღმერთმას გამოთქმასავით. ამ ასოციაციას მიყოლით გამოვიდოდ, რომ ადამიანი თავად აშენებს საკუთარ თავს, როგორც რამ ნაგებობას, რამ სახლ ოჯახს შეოჯახაშენებულა, რომლის ჭერქვეშია შეიძლება დაივანოს იესო ლოგოსმა მამასა და სულთან ერთად. ამასთან სიტყვა აპარტიზო არის რა შეწყობა, ურთიერთმორგება ასოცირდება პოლიფონიურ ხმათა შეწყობასთანაც. ან მომართულ მექანიკურ საათთან. ამას ბერძნულად არმოდია, რომელსაც ჭელიძე თარგმნის შესაფარდისად, არმოდიოს. ამავგვარ ასოცირების ნიადაგზე თვალსაჩინო ხდება ზემონაბსჯელი, რომ ადამიანი ძალისხმევასთან შესაბამისად დიალექტურ სპირალურად იგებს, იშენებს საკუთარ სულ ტანს, რამ სამყაროსეულ ტაძრად. დახსენით ტაძარი ესე და მესამე დღეს აღვადგინო. ეგერო, ხოლო იგი იტყოდა ტაძრისთვის გვამისათვისისა. სხვადასხვა აღდგენა და აღდგომა აღვადგინოა, კერხელა ხა აღვადგინო არ არის. ჩვენ გონია რომ აღვადგინო არის, რომ რაღაცას აღადგენ და ანგრევ და აღადგენ, მაგრამ ბერძნულში არის ეგერო, ავად ფეხზე დავაყენებ, რა წამოვმართავ არის რა ეგერო.
წამომარდა აღვადგენა რა, მაგრამ სიტყვით აღვადგენა, ხო ეს ფეხზე დავაყენებ რა, სწორად დავაყენე, ზემოთ დგენა. მაგრამ ქართულში არის კვლავ აღდგენა, ნიშნავს აქ არ არის ანაღერო. ანაღერო რო ყოფილიყო, შეიძლება ყოფილიყო აღდგომა. მოკლედ ესეა თქვა, აი ეგერსი არის აღდგომა. ესე იგი ძილიდან ტაძარს აღვადგენდა სიტყვა ჩემი ტანი აღვადგინე ერთი და იგივე ფუძე აქ სწორად არის აღვადგინო მაგიტომანი რა. სამოვე. ესე იგი ძილიდან ადგა არის რა. ესე იგი ასოციაცია ხდება, ესე იგი ტაძარს აღვადგენ მესამე დღეს, მე თვითონ აღვდგები მესამე დღეს რა და აღვდგები, ესე იგი ლოგინა წამოვდგები რა. ეგერსი არის, ენგრიორსი არის, ეგერსი ნიშნავს ლოგინა წამოვდგომას. ის ანესტი ხო არის აღდგა. ანესტის კიდე სხვა არის. მოკლედ ეს ჩვენ ადგოზე გვაქვს რა, დგომაზე გვაქვს ეს ერთად. კითხვა 157. მეცადეთ. ხო. კითხვა 157. იგი ღმერთის სიტყვა იესო. სატყვარა გახდა ეშმაკისათვის, რომელმაც გადაყლაპა მისი ხორცი როგორც მატლი ანკესზე და განიგმნა ღვთაების მიერ. ჩვენშიც მატლი ხდება უფალი იმ დროს, როდესაც ვწოდოთ ამ ხელს რა იგი ჩვენ სინდის და ღრნის რა მას. მაქსიმესთან ამგვარი რადიკალიზმი არა დამახასიათებელი და ჭელიზე მართებულად გადმოარბილა გავათილებაში თანხმად ტერმინები შესაბამისი მხელა ღრნათი. ამგვარი მძაფრი სიტყვების გამოყენება მაქსიმეს მხრიდან პიროვნების გარდაუვალი პასუხისმგებლობის ასოცირებას აღძრავს. ადამიანში აღწევს ღმერთის სიტყვა და თუ კი ადამიანი შესაბამისი პასუხისმგებლობით არ მოეკიდება მას, არ იაზრებს რათა გაიგოს, საკუთრივად მოიხელოს ეს სიტყვა აზრი, ეს სიტყვა გადაიქცევა მის გამანადგურებლად. იესო მატლის ანკეზე გამოიყენება ჯოჯოხეთში იესოს ჩასვლის და მისი ჯოჯოხეთის განადგურების სახით. აი მამარაშულთან როგორაა გაგებისათვის ძალუხმეველი გაუგებარი ადამიანი. ჯოჯოხეთი ეს არის სიტყვა, რომელიც სიმბოლოა მარადიული სიკვდილის. სიკვდილი, რომელიც მუდამ ხდება, წარმოიდგინეთ მუდმივად ხეჭოთ ლუკმას და ეს აღარ მთავრდებოდეს. და ეს არის სიკვდილი, რომელსაც არ აქვს დასასრული. ეს ყველაფერი უხეიროდ მეორდება ჩვენ ცხოვრებასა და ისტორიაში ისევ და ისევ უშვებს ერთსა და იმავე შეცდომას. ვიქცევით ისე, რასაც ვინანებთ. რატომ? იმიტომ, რომ როგორც ჩანს, არ არსებობს სტრუქტურა, რომლის ფარგლებშიც ერთხელ და სამუდამოდ მივიღებდით გამოცდილებას იმის გამო, რისთვისაც მონანიება მოგვიწია და თუ კი ასე არ მოგწოლვართ, ვერ გაგვიგია. თუ კი გამოცდილება ვერ მივიღეთ, ეს მუდმივად განმეორდება. ვთქვათ, რუსეთის ისტორიაში ვიტყოდი თავისუფლად და თარეშობდა გამეორებების გენია. ეს 90-იანების დასაწყისში 90 წელს არის ნათქვამი და უფრო 84-ში არის რა ეს ხო და ხა წარმოიდგინეთ მე ვითომ რაღაცა პერესტროიკა ხდება მე ეს ელცინი მოდის ვითომ დემოკრატიზაცია რაღაცა და სადაბრუნდნენ დღეს ისე ფაშიზმსა და ისე საშინელებაში რუსეთი ხო მამარდაშვილის ამ მონარჩი გახდა გარდასენებული საკითხისა კიდევ ორი საკითხია საინტერესო ცოდვის საკითხი მაქსიმესთან ისე შედება რომ კონკრეტული ცოდვა იმხილება და ამით ბათილდება სული როგორც სიცოცხლის სახე ანუ მამარდაშვილისეულად ნამდვილი ცხოვრება ბათილდება და რჩება არანამდვილი ჯოჯოხეთური მაგრამ მამარდაშვილთან ჩანს და მაქსიმეს მძაფრი ტერმინებითაც მინიშნება რომ რეალურად არსებობს ერთი და იგივე ასე ვთქვათ ადამიანის პირველ ცოდვა ყველა დანარჩენი ცოდვა ერთი ცოდვის ასპექტია. ხოლო ცოდვა არა იმდენად თავად ნამოქმედარშია, არამედ მისგან აზრის გამოუტანლობაში. ადამიანმა მიხვდნენ საქციელს და ინანეს კიდეს დაემალა და ჰქონდათ შანსი, როდესაც მათ ეკითხებოდა ღმერთი ჩადენილსა. ხოლო ადამიანმა ვერ გამოიტანეს აზრი მოხდარისაგან და ისინი განიდევდნენ აღმოჩნდნენ მათი გაუგებრობის მიერ ნაწარმ სამყაროს არანამდვილ ცხოვრებაში. რადგან ყოველი ცოდვა იმ ერთი ცოდვის ანარეკლია ვლენა, იგი არა მხოლოდ ერთი ინდივიდუალური, არამედ საზოგადოებრივი, ისტორიული, ანუ სამყაროსეული ხდომილობა ჩვენ ცხოვრებასა და ისტორიაში, რუსეთის ისტორიაში. ამგვარ პიროვნულ ძალისხმევასა და პასუხისმგებლობაზე ამიტიტებული მაგალითად კითხვა 104-ში.
როდესაც სიტყვა შობს სიტყვას სხვა გონებაში აძლევს მას სხვას ასე ვთქვათ სახეებს და დასახულობის უნარზალას რომ მან ამ გზით შესაბამისი ცნება წარმოდგენა აზრი ჩამოაყალიბოს მსმენელში შეიძლება წარმოის იყო ეს ნააზრი 127 მერეს კითხვა სხვა კითხვა ფსალმუნი სიტყვების მეშვეობით შინაგანი აზრი გადაეცა სულისათვის და მასში შტაებეშ და იგი ხოლო შობს სიტყვას სხვა გონებაში აძლევს იერს ეიდოს ასე რომ ვთქვა და ფორმების ძალ პოტენციას იმისთვის რომ გამოიქნას მოხაზულობა მსმენელში ეს უკვე ჩემი ის არის აქ ასევე არისტოტელესეული ეიდოს ფორმის პოტენცია ძალა ენერგიის ამოქმედების ქრისტიანულად ხატებიდან გასებისაგენ მაქსიმესეული გათავისება თესლოვანი სიტყვა არისტოტელე აზრის გასაგებად სწორედ თესლკოს სახე გამოიყენება ხოლმე ელის მიმღებლის შრომა დამუშავებას რათა აღმოჩენდეს და გაფორდეს იმად რადაცა იგი გამიზნული კითხვა 116 განცხადდებოდა ურთიერთში არსებული გრძნობადი და გონითი კოსმოსი რამე თუ გონითი კოსმოსი ტვიფარ სახეებით მყოფად მყოფობს გრძნობადი კი გვარწესით გონითში მე როგორ ამას რატო თარგმნს ხანერად გრძნობადი და გონებადი სამყაროები ერთმანეთში არსებობადად გონებადი სამყარო ანაბეჭდად შტაბეშტილებად არის გრძნობაში, ხოლო გრძნობადი სამყარო სიტყვით ლოგოსით არის გონებადში. ეს პასაჟი მარქსიზმის პედაგოგიაშიც მეორდება და სულადაცაა განხილული. ხოლო აქ მისი მნიშვნელობა ისაა, რომ სულ ხორცის გონება სხეულის გრძნობის ერთმოვლენისეულობას წარმოაჩენს. ერთმოვლენისეულობას წარმოაჩენს. ტექსტზე ოდნავი და ძალდატანებით თუ აღზული ასოციაციის მიყოლით გამოვიდოდა, რომ გრძნობა და ადამიანში შთაბეჭდილებების სიახ, ანუ პოტენციური შესწავლით ამოიცემა არ ვიცი რა ნიშნავს. მოიცემა ცოდნა ალბათ, ხო, მოიცემა ცოდნა, ხოლო გონიჩი ანუ იმაში, რაზეც მხოლოდ აზროვნებით თუ გავიგებთ, მოცემულია სულსახოვნად, ანუ გაფორმებულ ლოგოსულად. სხვანაირად ანგელოზება, რომელიც ადამიანებმა მხოლოდ აზროვნებით უნდა გაიგოს, მოცემულია ჩვენივე მყოფობრაობა გზა ლოგოსურად, გაგებულ სიტყურად, მაგრამ ჩვენ ანუ ჩვენ შესახებ აზრ გაგება ჯერ კიდევ უნდა გავიგონიეროთ. ანგელოზებმა ის უკვე იციან, ხოლო ანგელოზები გონით საწოლომი გონით საწოლომი ჩვენს სხეულში გრძნობა ახმა ემოცია გონში მოცემულია როგორც ტვიფარი ანუ ანაბეჭი შტაბეშტილება რომელზე მუშაობითაც და რომლის კულტივირებითაც მასში ტვიფაში სახე ეიდოსად მოცემულს გამოვისახავ გამოვქმნი და თუ გამოვიხაზავთ გაგებას ესე ანგელოზების რომელ გაგებაშიც არსებულ ჩვენი ანარეკლო ლოგოს ამოვიცნობ და შევიცნობ საკუთარ თავს ისე როგორც ის არის ეს მაქსიმეს მისტაგოგიური ანუ ესე იგი როგორ არის იცით რომ ანგელოში არის მოცემულწოდნა რა და ეს ურთიერთგამჭვირვალობა ეს ნეოპლატონიკოსებთანაც არის რა რომ მოგეთ გონის სფეროში იდეები ერთმანეთს ხედავენ და ერთმანეთს აირეკლავენ რა დაუსრულებელი სარკესავით არის აი ორი სარკესე რო დადო რა და აქ რაღაც საგანი და ერთი ამაში აირეკლება ერთი ამ საგანში და უსასრულოდ ერთი და იგი უსასრულოდ აირეკლება და ახლობით ესია და თან ეს ყველაფერი მოძრაობაში იმიტომ აქ ორი სარკე არა მესამე სარკე ირეკლავს ამის მიერ არეკლის ამის და ესე ამიტომ არის მუდამ ცოცხალი და მჩქეფარე ცხოვრება და სულ მუდამის შემეცნება და მუდამის სწრაფვა გაგების ხო და აქაც ეგეთი რაღაცას ანგელოში არის ჩვენი ლოგოსი ესე იგი ის ანგელოზი მე მხედავს მაგალითად ისე როგორიც მე უნდა ვიყო როგორც ღმერთს აქ ეს ჩაფიქრებული იმიტომ რომ ღმერთისგან პირველად მან მოდის ხო და აი ეს იმიტომ რომ ეს ლოგოსი ეს ანგელოზი პირდაპირ ირეკლავს იმ ლოგოს ხო ეხლა წარმოვიდგინე მაგრამ თვითონ ანგელოზი რომელშიც ჩემი ლოგოსი არეკრილი ჩემში არის როგორც ტვიფარი რა მხოლოდ შტაბეშტილება რომელსაც მე უნდა ვიმუშაო და გავიგე ანგელოზი მაგრამ რადგან ანგელოზი უკვე ჩემი ლოგოსი არის მე დავინახავ პირველ ჩემ ლოგოს ღმერთისგან აღებულ ლოგოს ანგელოში არეკრილს
და ამისთვის ჩემ თავს დავინახე ანგელოსთან დანახვის წინ ჩემ თავს დავინახა მაგრამ აქ საქმე რა შეხდება ნახეთ როგორი რა უცნაური რამეა მართლმადიდებლობაში ნუ პალამასთანაც არის და მანამდეც არის ადამიანები შემოქმედები არიან ესე იგი ის რაც არ აქვს ანგელოს ანგელოზი არ არის შემოქმედი ადამიანს აქვს შემოქმედებითი უნარი აწარმოოს გაგება ესე იგი ანგელოსში პირდაპირ აღიბეჭდება ის ხოლო შენ ადამიანმა შენი გაგება შენ თვითონ უნდა შვა და როდესაც შენ ანგელოს გაიგე და შენ თავს გავიგე ეს პროცესიც შენ ამ პროცესში ხარ და ამ პროცესში შენ აწარმოებს შენ თავს აი ანგელოზი ვერ აწარმოებს და იმიტომ რომ ზამზარეული აქვს მოცემული შენ რომ რაღაცა პოტენციის სახით გაქვს და მუშაობ არა მაშინ იმას აწარმოებ მაგალითად ესეთი რაღაცაა რა ბანა მაინც ხარ ხო პროექტი სამართალისა და ამიტომ არის რომ ბერია თვითონ მაქსიმე როგორ ამბობს ხო ხუთი უნდა გაერთიანდეს რა ხილული უხილავი ქალი კაცი და ბოლოს ანგელოზი და ისა რა ქვია ანგელოზი და ადამიანი და მე ადამიანი და ღმერთი. ამიტომ ადამიანი არის მედიუმი რა, მედიუმია და ადამიანი ქმნისა და უქმნის სამყაროს შორის. და ამიტომაც ავიდა ღვთისმშობელი უფრო მაღლა, ვიდრე ანგელოზები და ქერუბიმები. და იესო კი ანგელოზს და განკაცდა, იმიტომ რომ ადამიანი როდესაც თავის თავს იგებს ასე ვთქვათ რა, ის მან უნდა გაიგოს ის გონებითი სამყარო, გონებითი სამყარო ანგელოზები არიან. ის ანგელოზებსაც გებულობს პახუდო თავის თავსაც გებულობს და აი ამ გაგებას გარდაქმნის და ისე მიაკ ღმერთთან. ამიტომ ედიშერი რო ამბობს რომ იქ მკაცრი იერარქია არის, ეს ედიშერის გაგება არ არის გაზიარებული სხვა მკვლევარების მიერ. სამართალი და თეოლოგიაც ადამიანური წარმოსახვის სუბპროდუქტია. გვერდითა მოვლენა პროდუქტია. ეს უკვე ციტატა მომყავს უკვე ერთი ძალიან კარგი სტატია სხვადასხვა. ეს არის ამ სტატიის სახელია სამართალი და თეოლოგია. კომპარატიული შედარებითი ანალიზი. ესე იგი რომ რითიგავს სამართალი თეოლოგიას რა რათვის იქ არის დასაწყისშივეა ეს კარგად არის იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრს ლაპარაკობს სიმბოლოზე ეგეთ რაღაცებზე და ისე არ გამოვიდეს რომ მე ვიგონებ რაღაცას ხო სამართალი და თეოლოგიაც ადამიანური წარმოსახვის სუბპროდუქტია გვერდითა მოვლენა პროდუქტია ისინი გაამატერიულებენ ჩვენს თანდაყოლილ მიდრეკებელ სამყაროს რთულ წნულობა ნორმალურ ცნებებში ნორმატიულ ცნებებში გავიგო და გადავაფორმოთ რეალობა ჩვენთვის მოსაწონისამებრ და საბოლოო ჩვენს თვით აღქმად ამან გვიბიძგა გაგვევითარებინა განსხვავებული წყება სოციალური უნარებისა, რამაც შედეგად გამოიღო ნიშნებისა და სიმბოლოების ინტენსიური გამოყენება. დასავლური ლეგალური სამართლების სისტემის საბაზისო კონსტიტუციებს, კონცეფციებს და ფასეულობებზე წყაროდ აქვს რელიგიური რიტუალები, ლიტურგიები და დოქტრინები. სხვა პასაჟების მოყვანაც არის შესაძლებელი მაქსიმის ტექსტიდან, თუმცა უკვე ცხადია, რომ ადამიანში შტაბეშტო რამ შინაარსების იღებს მატერიალურ სახეს, მატერიალურ სხეულებრივია ყველა განცდა ახმა რამ საზრისა, რომელიც შტაბეშტილებიაც თესლოვანი ანუ პოტენციური სიცოცხლეა და თან არაერთგვაროვნების, არამედ მრავალფეროვნებისა და ნამდვილის. ხოლო შტაბეშტილი გასაგებადი კაგება შეიძლება იყოს ალექსისეული იურიდიული სამართლებული ლოგოსი, ამოკითხული ეკლესიის სამართალშიც, რადგან ეს უკანასკნელი სამყაროსეული თუ ყოვლიერებითი ევქარისტიული ლიტურგიული თანხმულში ერთ ნათხსძაფია. ამგვარად შესაძლებელი ხდება ეკლესიური სამართალი ონტოლოგიური ფილოსოფიური დასაფუძვლება ინტერპრეტაცია. გაიგეთ ამითი ესე იგი ამ ნეოკანტიანელები და ამითი მოვიდა. როგორ დავიწყეთ ხო ესე იგი ალექსეევი იღებს მართლმადიდებლურ ტერმინს ლოგოსის ტერმინს რომელიც მან იცის რომ ეს ერთ-ერთი ცენტრალური ტერმინია თეოლოგიაში თვითონ ალექსეევი მორწმუნე ხდება მე ძალიან მორწმუნე ხდება დასავლეთს აგინებს ნაჩვენე ევრაზიელი ხდება და დუგინივით გახდა რა ბოლოს მაგრამ ნუ თავარი ესაა რომ ლოგოსი ესე იგი ეს ლოგოსი ხდება რაღაც სამართლებული ეიდოსი რომელიც არის ფენომენოლოგიაში და თვითონ ლოგოსის ტერმინი არის ნეოკანტიანელებში აი ეს ამ სიტყვა ლოგოსში
ლოგოსში, ამ თავისებური ლოგოს, სამართლებრივ ლოგოსში, ეს უკვე თვითონ მაგარი მოიგონა, ამ სამართლებრივ ლოგოსში, იმიტომ რომ ეს ლოგოსი ტერმინი სამართალთან არ არის ნეოკანტიანელებთან რა, არ იყენებენ, მაგრამ ეს ნეოკანტიანური ზოგადად ნეოკანტიანური ფილოსოფიის ეს ტერმინი ლოგოსი გამოიყენა იმგვარად, რომ ამ ლოგოსში შერწყა, ესე იგი ერთად სინთეზი გაუკეთა ფენომენოლოგიისა და ნეოკანტიანელების გაგებას. ესე ვთქვათ, სამართლებრივი ეიდოსი არის რაღაც საწყისი საფუძვლებრივი ონტოლოგიური საფუძველი თან სამართალი მეცნიერულად, არა მკვლევარულად, არამედ მეცნიერულად დასაფუძვლად. ეს ფენომენოლოგიებისთვის თავარი იყო, რომ ისეთი ფილოსოფია შეექმნათ, რომ მე ამ ფილოსოფიაზე, აი როგორც მათემატიკაზე ლოგიკურად აეწყობა ძაფი და ჯაჭვი, როგორც ნებისმიერ მეცნიერობაში რაღაცა მე შეგვიძლია დავიფუძნოთ და უკვე ფილოსოფია გავხადოთ, რომ აი მეცნიერული და ყველა მეცნიერება უკვე რომელიც ამ ფილოსოფიურ გაგებაზე და ცნებებზე იქნება დაფუძნებული, რომ იქნება ნამდვილი ასახვა და ვალიდური ასახვა, ესე იგი ვალიდური როგორ არის ქართულად ვალიდური რაც ქვია რა, როგორც არის ნამდვილი ასახვა ვალიდური. აუ, იქნება ქართულში რაღაც სიტყვა, ნაღდი რა ვთქვა და ასახვა სამყაროს. ესე იგი სამყაროს შევიმოცნებთ იმას, როგორც ის არის და არა ისე, როგორც ვთქვათ გვეჩვენებაში, ხო? ესეთი რაღაცა უნდა და ეს არის რაღაცა იდოსი მიტოქია. და ამან თქვა, რომ აი ეს იდოსი, ეს სამართლები, ეს არის ლოგოსი და ნუ ღმერთსაც დაუკავშირა. მაგრამ მაგ პერიოდში არ იყო ჯერ განვითარებული, ჯერ კიდევ სკოლასტური თეოლოგია, ჯერ არ იყო რა ეს თეოლოგია 20 საუკუნის დასაწყისია, ეს 20 საუკუნეში იწყება მე და ვითარდება თეოლოგია როგორც ნარატივი და შემდეგ ფილოსოფიაც ვითარდება და ხვდებით რომ ნიშნანი, რომ არსებობს მხოლოდ ნიშანი და არ არსებობს აღნიშნული, ესე იგი არის საბოლოო აღნიშნული არ არსებობს, აი როგორც პროტოტექსტი და რომ ამბობს, ეს პროტოტექსტი არცად არ არსებობს, მხოლოდ ტექსტი მხოლოდ მეტყველებიდან წერისას წარმოიქმნება, მაგრამ სამჯერს ყველაფრის საფუძველში დებს და ეს ესეთი ცოტა შეგრძნება. ესე იგი მე ვაზროვნებ მაშასა და მე ვარსებობ აი რომ აი თუ მე ვაზროვნებ და აი მე ახლა ვაზროვნებ ამაზე უკვე შემიძლია დავაფუძნო ყველა ჩემი გაგება და ვთქვა რომ ეს ნამდვილად ის არის, იმიტომ რომ მე ვაზროვნებ, ესე იგი ნამდვილად ვარსებობ. ამ ჩემ ნამდვილ არსებობაზე უკვე მე შემიძლია დავაფუძნო მთელი მეცნიერება და სამყარო. აი ამ მოდერნში არის რომ ვარსებობ რამ, ესე იგი ვაზროვნებ, მაშინ მე ვარსებობ რეალურად ეხლა რაც დაგვრჩა, აი ამ თანამედროვე აზროვნებაში უკვე გვჭება რამე თუ. ამიტომ არც აზროვნება არ არის მოცემული და არც არსებობა. ერთ-ერთი რაც არის რამე თუ ეს გარდამავალი მუდმივი ცვალებადობა და იქ რაღაცა კვანძების შეკვრა, რომელიც მე კვლავ დაიშლება და რაღაც სხვა კანძი გამოვა, ანუ მუდმივი მშენებლობა. აი წარმოიდგინეთ მიჰაუზენივით არის რა, ზემოთ რო ადის. თუ ზემოდან ქვემოთ ჩამოვიდა. ხო, ზემოთ გადაჭრა, ქვემოთ მიება ჩამოვიდა, ხო? თვარიდან რო ჩამოვიდა. ხო, ესე დაახლოებით ესეა, არაფერზე დაკიდებული არა ვართ და მაგრამ რასაც ვაწარმოებთ, მაინც შედერდება და იწარმოებ. ხო და აი ეს ალექსეევმა ეს გამოიტანა, ასე ვთქვათ, ესე იგი, ეს ტერმინი დადო, როგორც ტერმინი ლოგოსი. მაგრამ ეხლა მე რაში მაინტერესებს, მე ეს ხარ ლოგოსი მინდა ჩავთო ევქარისტიაში, ხო, იმიტომ რომ მართლმადიდებლობისთვის სამყარო არის ევქარისტიული გაგების არის, ესე იგი ღმერთი გვიძღვნის და ჩვენ მას უძღვნით რა, ეს არის ევქარისტია, ხო, სამლო ლიტურგია. როგორ შემდა რაზე როგორ უნდა დავაფუძნო ეს მე წინა თავში, ესე იგი წინა ნაწილი, პირველ ნაწილში ამაზე ვლაპარაკობ რა, როგორ არის, რატომ არის და როგორ არის და რატომ არის მნიშვნელოვანი ჩემთვის აი ეს შტაბეშტილება, რომ ჩაიბეჭდება ჩვენში რაღაცა და აპერცეფცია და ესეთი რაღაცები და პირველ ნაწილში, მაგრამ ეხლა მეორე ნაწილი პირველის გაგრძელება, ესე იგი ძირითადად ის დასაბუთებაც მინდა, რომ აი მე რომ ვამბობ, რომ ჩვენში შტაბეშტილება რა შემოდის ჩვენში, რაც ჩვენში შტაიბეჭდება, ჩაიტვიფრება, როგორც ედიშერს უნდა, რაღაცა
რაღაცა გრძნობები, გაგებები, სამართლები, ლიტურგიული სიტყვები, საეკლესიო სამართლის სიტყვები, ტრადიციები, ჟესტები, რაღაცები, ყველაფერი, ჩემი ცხოვრებიდან აღებული რაღაცა, ჩემი პირადი განცდები, სოციალური რასაც ჩემში ჩაბეჭდავს, ეს ყველაფერი რომ ჩემში იყრის მე ამეთი შევდივარ ლიტურგიაში გამოდივარ და აი ამ შთაბეჭდილებას რომ რეალური ონტოლოგიური მნიშვნელობა აქვს ამ არსობრივი მოდი ასე ვქოთ არსობრივი მნიშვნელობა აქვს რომ ეს ჩემი რომ ეს ამას მართლმადიდებლური საფუძველი აქვს ეს მაქსიმე იმიტომ შემოვიყვარე მაგრამ მაქსიმესთან სანამ გადავალ მე ხო უნდა ვაჩვენო რომ ალექსეევის ეს სამართლებრივი ლოგოსი მე რომ მინდა ევქარისტიას დავუკავშირო რა გზით შეიძლება ეს ევქარისტიასთან დაკავშირდეს და ამით მოყავს კასისე რომელიც ასევე ნეოკანტიანელია და ის ნეოკანტიანელი აი ამ ლოგოსებს სხვანაირად უწოდებს როგორც სიმბოლოს ხოლო სიმბოლზე გაწყობილი სიმბოლო არის რიტუალი თუმცა ეს რიტუალს აკრიტიკებს მაგრამ მოკეთ ესე იგი ალექსეევის ეს ლოგოსი დაუკავშირე კასისერის სიმბოლოს კასისერის სიმბოლო დაუკავშირე გოეთეს ესთეტიკურს და გოეთეს თაურ რეალობას, ესე იგი თაურ რეალობა, თაურ მოვლენას, რომელიც არის ერთგვარი დეისტური მომენტია და ყობლიერების ესეთი გაგება ნატურფილოსოფიური, ნეოპლატონისტული, აპოპატიკური გავლენა. აი ამ აპოპატიკაზის კათაპატიკა რო შემემატებინა ვაჩვენე აი ამ გოეთესთან როგორ ახლოს დგას აი ამ გაგებასთან, რასაც გოეთე იგებს და რაც ნეოკანტიანელებთან როგორ არის ეს მამარდაშვილთან და სწორედ მამარდაშვილთან ჩდება ის ტერმინი შტაბეშტილება, რომელიც მე მინდა და მე ამ შტაბეშტილება ტერმინს პოულობ უკვე მაქსიმესთან. აი ესე დავაკავშირებ მაქსიმე და ალექსეევის ლოგოსი. ალექსეევი არის სამართლის ფილოსოფიის ერთ-ერთი გავლენიანი რაღაც ნეოკანტიანური ფილოსოფია და აი ამ გაგებით ესე იგი ეს ლიტურგია გადავიყოლე სამართლის ფილოსოფიაში რა. აი ეს ხაზი ჯაჭვი გაავლე. ეს შეიძლება ხა რაღაც ეს შემოვლითი გზებია. სულაც არის საჭირო, მაგრამ ჩემი ამოცანა არის ის, რომ მართლმადიდებლობა არ ესე იგი დღეს მართებული ქვეყნები უპირისპირდებიან დასავლეთს, რუსეთი, საბერძნეთი, სერბეთი, ბულგარეთი, რუმინეთი რა. და თითქოს ეკლესია, მართლმადიდებელი რწმენა ეკლესია გამორიცხავს დასავლურ მოდერნულ გაგებას და საეკლესიო მოდერნულ სამართლებს არ გამორიცხავს. მათთან ჰარმონიზება შეიძლება, გააზრება შეიძლება ფილოსოფიურ საეკლესიო და ამავე დროს არ მინდა უარყო ჯულის კანონი. კი არ მინდა აი ჯულის კანონში რა წერია სისულელია ერთმანეთს. არაფერს არის ის ტრადიცია, ზოგიერთ კვლევარი და ზოგიერთ წმინდა მამა თვითონ კრებები წმინდა წერილს უტოლობენ საეკლესიო დადგენილებას, ეხლა შენ პირდაპირ ეს გადაყარვა არ გამოვა, ასევე ლიტურგია ცენტრალურია და აი ამისთვის რომ მე ეს ყველაფერი გამემართლებინა, რომ ეს მართლა რეალურია, ეს ფილოსოფიურადაც გასაგებია, თანამედროვე ფილოსოფიის წესია, მამარდაშვილის ნეოკანტელების და კასისერის და მაგ შეიძლება უკვე დერიდას და სხვა ტექსტებში ეგენიც მაგ ამ ყველაფრით ჰაიდეგერიც და ამ შემდეგ ეს ყველაფერი მეჩვენებინა რომ აი როგორ შეიძლება ეს რომ მართლმადიდებლობა ეს ყველაფერი გამოვიყენოთ ჩვენ სააზროვნოთ ამის სინთეზი გავაკეთოთ და ამან კი არ გვაუარყოფინოს მართლმადიდებლობა და მართლმადიდებლური სამართალებელი თუ სიმბოლური ტექსტები არამედ პირიქით მათ მისცეს ძალიან მნიშვნელოვანი განზომილება და ძალიან დიდი მნიშვნელობა და მიანიჭოს მას აი ეს ესქატოლოგიური განზომილება სადაც ჩვენ უბრალოდ ადეპტები და მორჩილება კი არ მოგვეთხოვება და ზეპირად გამეორება ამ სიტყვების არამედ რომ ჩვენი აზროვნება ჩვენი გააზრება რომ ჩვენი ყოველდღიური ტანჯვები ტკივილები გამოცდილებები ხვაშიადები სურვილები მიღწევები წაქცევები ყველაფერი ეს ეგზისტენციალურ პიროვნებადაც ამაში ჩართულები ვარ და ის ჩვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია სამყაროს აი ამ დიდ ქსოვილში როგორც ერთ-ერთი ნასკვი და ერთ-ერთი სინაფსისი რომელიც ატარებს დიდ ენერგიას გამტარი ამ ენერგიის თავდაც ატარებს და გამტარი ენერგიის აი ამ ყველაფრის საფუძვლად აი ეს ტექსტები ასე ჩავყარე და თუ მე ვინმეს დაინტერესებს და კონკრეტულად ეხლა ამაზე უნდა ვიმუშაო წინადადები გავშალო გამუშავო და რაღაცა ეს ტექსტი არის მე რაც შემიძლია გავაკეთე და არჩენი ეხლა თუ იმეს დაგჭირდება თქვენ თვითონ
მიხედავთ მას. დიმპიტაური დამპიტაური.